შუა დღემშვიდობისა, მოგესალმებით. მედიაკავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭაურელი ვარ. გვერდაკავთ 557-87-95-88 და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული ტელემაყურებლის თუ რადიო მსმენელის პოზიციას მოვისმენ, რადიო მსმენელის, რომელიც გვისმენს რადიო სიხშირე FM 105-ზე და 1-ზე. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, რასაკვირველია გვერდს ვერ ავუვლით, ვერც პოლიტიკურ, ვერც სოციალურ მიმართულებას. საქართველოში თქვენ იცით, რომ პოლიტიკური პროცესები კვლავ საზოგადოების მთავარი განხილვის თემად რჩება, ქვეყნის წინაშე დგას არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რაზეც ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე და ვცდილობთ, რომ აზრი გავცვალოთ ამ მიმართულებით, ასევე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, უსაფრთხოების საკითხები და ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ მიმდინარე დისკუსია. ბოლო წლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური კულტურის განვითარება, ხელისუფლებასა და ასევე ოპოზიციას შორის ურთიერთობები და ასევე მოქალაქეების ნდობა სახელმწიფოს ინსტიტუტებისა და მთლიანად პოლიტიკური სისტემის მიმართ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსის ძიება. ასევე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საჭიროა პოლიტიკური პროცესების სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეს ვისაუბრებთ პოლიტიკური, ასევე სოციალური კუთხით, თქვენს შეფასებებს მოვისმენთ, გვირეკავთ 557-85-58-ზე, როგორია ასე ვთქვათ, თქვენი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ, ასევე თქვენ ახლა ვინც ტელევიზიით გვადევნებთ თვალს, ეკრანზეც ხედავთ იმ დაპირისპირებას, რომელიც 26 ივნისს მოხდა საკანონმდებლო ორგანოში, როგორია თქვენი შეფასება, არაერთი პოზიცია მოისმენეთ, დარწმუნებული ვარ, ასევე ჩვენი ტელეარხის საშუალებით და თქვენი შეფასება, რამდენად ჯანსაღად მიგაჩნიათ აი ეს მსგავსი დაპირისპირება პარლამენტში, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, დეპუტატებს შორის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და გვირეკავთ 557-88-95-88-ზე. დღევანდელი რეალობა პოლიტიკურ ძალებს კონკრეტული ხედვების წარმოდგენას თხოვს, მოქალაქეებს აინტერესებთ არა მხოლოდ შეფასებები, არამედ პასუხები იმ რეალურ კითხვებზე, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება, ის თუ როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა, როგორ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ასევე განათლების და ჯანდაცვის სისტემები და ამასთან ერთად როგორ უნდა გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოება და რა გზით უნდა განაგრძოს ზოგადად საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან. 557-88-95-88 შეგვიძლია გავცვალოთ აზრი, რასაკვირველია, მოვისმენთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი, ასე ვთქვათ, შინაარსის პოზიციას, განსხვავებულ აზრს ყოველთვის ვანიჭებთ ჩვენ უპირატესობას და შესაბამისად შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და ისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სოციალური მიმართულება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლის დროს ქართული ოცნების მთავარი მიზანი იყო ის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, დასაქმებულიყო უამრავი ადამიანი და ეკონომიკური კუთხით ქვეყნის სტაბილურობა დამდგარიყო დღის წესრიგში. თუმცა რეალურად რომ გადავხედოთ ახლა, რა მოცემულობა, რა ეტაპია და საერთოდ რა გზას გავდივართ, სამომავლოდ რისი იმედი გვაქვს, ეს არის ის კითხვები, რაზეც ფაქტობრივად ამომწურავი პასუხი სამწუხაროდ არასდროს არ გვაქვს. გვესმის არაერთი დაპირება, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, განსაკუთრებით და უფრო მძაფრად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მხრიდან, ვინაიდან მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა კვლავ დარჩნენ პარლამენტში და შეეძლოთ ქვეყნის მართვა და ასე შემდეგ. ყველაზე თქვენის აზრით, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემა. თუ შეგიძლიათ რომ გამოყოთ, შეგიძლიათ ამ მიმართულებით წამომყვეთ დღეს დისკუსიაში, როგორ აფასებთ ხელისუფლების მოქმედებებს ქვეყნის, ასე ვთქვათ,
ფთუგნებავთ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ასევე შეგიძლიათ ისაუბროთ, როგორ აფასებთ ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას, ხედავთ თუ არა ზოგადად თანამშრომლობის შესაძლებლობას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ გვირეკავთ 557 88 58-ზე და მოვისმენთ თქვენს პოზიციას. თქვენ იცით, რომ ასე ვთქვათ, ყოველდღიურად გვესმის სხვა სიახლეები პოლიტიკური კუთხით და ჩვენ მედია საშუალებას და ასევე მოქალაქეებს გვიწევს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ თითოეულ ქმედებას პოლიტიკური წარმომადგენლების და შემდგომ განვიხილოთ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია შედეგი, რომელიც მოქალაქეების ნაწილში იქნება მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც უნდა გამოიყოს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების მუშაობამ ქვეყნის კეთილდღეობის კუთხით. როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის სოციალური პრობლემა, როდესაც ვამბობთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური უთანხმოებები, რაში ხედავთ გამოსავალს, როგორია თქვენი შეფასება, თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია? მე კიდევ ერთხელ გეტყვით, დავაუდოთ მაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება და ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. 557 88 58 ეს ჩვენი საკონტაქტო ნომერი გახლავთ. ასე რომ ჩვენი აქტიური ტელემაყურებელი, რომელიც ჩართულია, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ჩვენს გადაცემებში, ჩვენს გადაცემის მთავარი კითხვების არსში შეგიძლიათ არ დააყოვნოთ, მე მაქსიმალურად მოვისმენთ თქვენს აზრს. და ასევე მნიშვნელოვანია შევეხოთ საკითხს 26 ივნისი ვახსენე პარლამენტში დაპირისპირება და აქ არის აღსანიშნავი ერთი ფაქტი, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის 26 ივნისის პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანა, დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ მუხლსაც ასახელებენ და ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას. პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიების დაწყების პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა, თუმცა როგორც იურისტები აღნიშნავენ, გამოძიების დაწყების უფლება მათ ნებისმიერ შემთხვევაში ჰქონდათ და აქვს. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გვყავს, მოგესალმებით და გითმობთ დროს გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო შორენა, რაც ახლა მე ვაკვირდები ტელევიზიებს, რა ამბავი ატეხეს ამ ჩხუბზე. დიდი ამბავი ეს, ყოველთვის ხდებოდა, ყველა პარლამენტში კიდევ მოხდება. არა უშავს, ბიჭებმა ემოცია ვერ მოცოკეს და დიდი ამბავი ახლა ამის გამო ნუ დავიწყებთ ლანძღვას, ნუ რა ვისას და კრიტიკას ან რა ვიცი რა ვთქვა. დანარჩენი ქვეყანაში რაც ხდება, ძალიან ძიმეა სოციალური საკითხი, რაც ძალიან მატუხებს. ფასები ისევ იზრდება, ამ კომისიამ იმუშავა და ვერანაირი შედეგი ვერ მივიღეთ ჩვენ ხალხმა. ეს მინდოდა მეთქვა და ფასებს დაუწიო და პენსიებს მოუმატოთ ცოტათი. დიახ, თუმცა იცით რა არის შესაძლოა შეგედაოთ თქვენ მაყურებლის გარკვეული ნაწილი. ამიტომ არა უშავს მე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, რა მოხდა ჩხუბია, დიდი ამბავი. დიახ, კი ბატონო, ეს ჩხუბის ნაწილს რაც შეეხება, მე აღვნიშნე, როდესაც იყო საგამოძიებო, კი არა და ის კომისია, რომელიც მუშაობდა ფასთა შემსწავლელ კომისიაზე ვსაუბრობ, მათ ასე ვთქვათ, დაახლოებით 3 თვის განმავლობაში, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შეეცადეს, რომ ფასები დაერეგულირებინათ, თუმცა გეთანხმებით, რომ რაიმე ისეთი თვალსაჩინო და საგრძნობი ფასდაკლება ნამდვილად არ გქონია. უმადრობაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ ფაქტი სახეზეა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, თუ აქვს მაყურებელს რაიმე განსხვავებული პოზიცია, მე რასაკვირველია, დაგელოდებით და დაგითმობთ დროს, პირდაპირ ეთერშიც გვყავს მაყურებელი, გამარჯობა. გამარჯობა გენერალ. დიახ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე აქტუალური საკითხი არის ცხინვალისა და ანექსია ეს სიტყვით. და ეს ყველაფერი მოსალაპარაკებელია რუსეთთან. ომით მაგას ჩვენ ვერ დავიბრუნდათ და ერთადერთი საშუალება არის რუსეთთან მოლაპარაკება.
ფინალი და ოსეთი დიახ. ჩემო კარგო დაიხურა რუსეთის ექსპორტის გამო. ჩემი მოსაზრება არ არის ეს. ეს არის საბაზრო ეკონომიკის კანონები. და აი თქვენთან თუ შეიძლება რომ მოვიდე და დაგელაპარაკოთ ამ საკითხზე. კი ბატონო, დიახ, მადლობა თქვენ ზარისთვის, თუ თვლით თქვენ საჭიროდ, რასაკვირველია, ჩვენი კარი ღიაა, შეგიძლიათ მობრძანდეთ და ასე ვთქვათ, ბრძანოთ თქვენი პოზიცია, აუცილებლად მოგისმენთ. მადლობა კიდევ ერთხელ ზარისთვის. 5-5-7 95-88 დავალდოთ შემდეგ მაყურებელს ასევე, რომელიც შემოგვერთდება, ჩვენ დღევანდელ გადაცემაში მიმოვიხილავთ ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ მოცემულობას, როგორია თქვენი შეფასება, თქვენი მოლოდინი, ფიქრობთ თუ არა, რომ დღევანდელი ხელისუფლება შეძლებს იმას, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა ეკონომიკური კუთხით, რადგან ჩვენ ხშირად ავღნიშნავთ, რომ სოციალური თვალსაზრისით ან არის ძალიან მდიდარი ფენა, ან უღარიბესი და საშუალო ფენა სამწუხაროდ არ გვაქვს. თუ ეთანხმებით ამ პოზიციას, გვირეკავთ 5-7-98-55-88 და უფრო მეტად განავრცობთ. ვინაიდან ეკონომიკურ საკითხს ვეხებით, მე მინდა ასევე მოგახსენოთ ის, რომ მოულოდნელი ახალი სტრატეგიული პარტნიორი კობახიძემ და ასევე ტოკაევმა შესაბამის მემორანდუმს ასტანაში მოაწერეს ხელი, ანუ საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ყავს, ეს გახლავთ ყაზახეთი და ეს გადაწყვეტილება წინასწარ არ იყო დაანონსებული და გარკვეული თვალსაზრისით მოულოდნელიც კი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ერთობლივ დეკლარაციას ორშაბათს ასტანაში მოაწერეს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როგორც გითხარით, ირაკლი კობახიძემ და ასევე ყაზახეთის პრეზიდენტმა. აღნიშნული პარტნიორობა კი მიზნად ისახავს ურთიერთსასარგებლო კავშირების გაძლიერებას, ასევე სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას და საერთო ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. ამ მხრივ მოვისმენ თქვენს შეფასებას, რამდენად ასე ვთქვათ, საინტერესოდ შეიძლება რომ შეაფასოთ ეს პარტნიორობა საქართველოსა და ყაზახეთს შორის, ასევე დავსწრენ, რომ 2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დიახ, ეწევა ასევე პრეზიდენტი უზბეკეთის და აქ არის სხვადასხვა საკითხები, რასაც განიხილავენ, თუმცა რასაკვირველია, ეს დაკავშირებულია კიდევ ერთხელ როგორც სოციალურ, ასევე პოლიტიკურ, ასევე ურთიერთობების ნაწილში და ასე შემდეგ. მოგესალმებით, გამარჯობათ. თქვენც გისმენთ, პირდაპირ ეთერში ხართ. დასაგებია. დიახ. ქალბატონო, დღევანდელი ხელისუფლება ვერაფერსაც ვერ შეძლებს. ეგენი ფიქრობენ მარტო საკუთარ ჯიბეზე. მაგათ არ აინტერესებს ქვეყანაში რა მოხდება, რა იქნება ხვალ, რა იქნება ზეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თვითონ ვინც არის პირველი პირი და ვინც მართავს ქვეყანას, გადასულია ფული შოვნაზე. მეზე არაფერზე. ქვეყანაზე ცოტა ყურადღების მიქცევა უნდა. რაც მოხდა 90-იან წლებში, ის იქნება მოგონილი ცოტა ხანში. აი დაიმახსოვრეთ ჩემი ათქმა. ცოტა ხანში ის იქნება მოგონილი. ისე არ დაიდება ახალობა, ზაღლი პატრონს ვერ იცნობს. ეგ გაფრინდება წავა. მაგის გოშები ხო დარჩენია. არ მინდა მე ეს რომ მოხდეს ქართველმა ქართველი მოკლას. რა ეხლა ის რომ დანას მოგიჟერებს, რაზე მოვაკლოინო თავიღაც. ამაშია უბედურება დღევანდელობაში, რაც არის სინამდვილეში. ასეთ შემთხვევაში ამათ არ ძალუց ქვეყანაში სტაბილიზაცია გააგრძელოს. გამორიცხული ეს. იმიტომ რომ ჯერ დეგენერატები ბუზის თანამდებობებზე. დეგენერატები ასე რომ გაუწაბუნებს ერთს და იქში რომ ორფეხზეურად განმებას გოშიასავი. ალა. ეგეთი ხალხი რის გამგეთებელი არის. არც არაფერს. რომელიც არაფერს გააკეთებს.
კარგით, დიდი მადლობა თქვენ შეფასებისთვის, დაგემშვიდობებით. მიმართავ ასევე იმ ტელემაყურებელს, ვინც ახლა გვისმენს, რომ თქვენ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ. ჩვენი საკონტაქტო თქვენთვის ასევე ცნობილია, მონიტორზეც მოსჩანს 557 88 55 88 და ასევე რადიო მსმენელსაც, ვინც ახლა ხართ მომართული ავტომობილებში, შეგიძლიათ თქვენც რადიოს სიხშირე FM 105 და 1-ზე გვისმენთ, დაგვირეკოთ, შეაფასოთ ქვეყანაში არსებული მოცემულობა. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრი ადამიანი შემოხვედრია, ვინც ნიჰილისტურად არის განწყობილი და ასე ვთქვათ შორიდან უყურებს პროცესებს და ხშირ შემთხვევაში შეფასებასაც არ აკეთებს პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან იმედგაცრუებულია და სამწუხაროდ არც მომავალში აქვთ რაიმე ისეთი სასიკეთო იმედი. თუმცა ჩვენ მოქალაქეები ასე თუ ისე მაინც ვართ ვალდებული, რომ განვიხილოთ ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვისაუბროთ, გავცვალოთ აზრი, ყველაფერი შევეცადოთ, რომ მივაწვდინოთ ხმა იმ პირებს, ვისაც უშუალოდ ხელთ ეწიფებათ და პასუხისმგებლები არიან ქვეყნის საკუთარი, ასე ვთქვათ, ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობებისთვის და ასე შემდეგ. ის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები კვლავ საზოგადოების მთავარი განხილვის თემად რჩება, ასევე ჩვენი დღევანდელი გადაცემაც სწორედ ამას მოწმობს და ამიტომ განვიხილავთ ამ საკითხებს. შემდეგ მაყურებელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. ისაუბროთ, მოგისმენთ რა თქმა უნდა, ქვეყნის წინაშე დგას ასევე არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ეს საკითხები და ასევე ფაქტობრივად დღევანდელ გადაცემაში გაქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მიმართულებით ისაუბროთ, რამოდენიმე საკითხი განვავრცოთ, ეს გახლავთ შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია, ეკონომიკური, სოციალური პრობლემები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, უსაფრთხოების საკითხები მათ შორის, ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ ვიმსჯელოთ მათ შორის, რას ფიქრობთ თქვენ და როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება. ბოლო წლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური კულტურის განვითარება, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობები და ასევე მოქალაქეების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მთლიანად პოლიტიკური სისტემის მიმართ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიტიკური დიალოგი და ასევე კონსენსუსის ძიება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საჭიროა პოლიტიკური პროცესების სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარება. რასაკვირველია, ასევე ალბათ და ძალიან საინტერესო იქნება პოლიტიკაში ახალი სახეების გამოჩენა, რადგან ის პოლიტიკური წარმომადგენლები, ვისაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ან არის ახლა აქტიურად ჩართული ოპოზიციურ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურ ნაწილში, რა გააკეთეს მათ რეალურად საზოგადოებისთვის და რატომ უნდა ვენდოთ მათ, ან რატომ უნდა ავირჩიოთ თუნდაც მომავალ არჩევნებში, გულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს. პირდაპირ ეთერში მაყურებელი შემოგვიერთთ და ასევე გამარჯობათ. შორენა, გამარჯობა. მონატრებულო შორენა. გენაცვალე შორენა. ეხლა მაგ ჩხუბის შესახებ ვინო თქვა, მე ჩემი აზრი მიუხედავად იმისა, რომ მე აგრესიული ადამიანი არა ვარ. იცით რა მიკვის კაცო? ეს ჩხუბი სად არ ხდება მაინტერესებს, რომელ პარლამენტში არ მომხდარა. თანაც რა უკვირს ამ ვერაგ დასავლეთსა, ხომ მიაღწია შედეგს. აი ეს უნდა და რაღაც უჩვენებენ, კაცო, საქართველოს რა მაგათი სასაცილოა? არ არის მაგათი გასაკილი და სასაცილო. საქართველოს ის მაინც გააკეთა, რომ LGBT პროპაგანდას თავი არიდა. აი ეს ოჩახ ჩემ ქართველებს. მე მიყვარს ჩემი ქართველები, იმიტომ რომ ვაჟკაცები არიან მაინც, მიუხედავად ყველაფრისა. მაგრამ რაც შეეხება რაასა, იცი შორენა, სიხარიბეზე რომ ადამიანები ლაპარაკობენ, უკვე ბრაზი მიპყრობს. იცით რატომ? ზოგიერთი აი ჩემთვის ბევრი საპატიცემულო აღარ მინდა მე იმ ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენდრათ, მიყვარს ის პიროვნებები რა. და ერთმა თქვა, დაიბადო და ერთხელაო და ისიც საბჭოთა კავშირშიო, რა დაუშავა საბჭოთა კავშირმა? რა დაუშავა გარდა იმისი, რომ საბჭოთა კავშირში იყო პირველი სოციალისტური სახელმწიფო ქართველი კაცის
აშენებული, რომელიმაც ადამიანთა გაათანასწორა და მან არ იყო განსხვავება წოდებრივი და სხვა და სწორედ ისინი არ პატიობენ, მე მგონი აი ამას. და გლეხისა მიკვირს და ამ უბრალო ადამიანისა მიკვირს, რა თქმა უნდა, ეს სიტყვა. კი, მაგრამ ილია ჭავჭავაძის გუთნი დედა მაინც წაიკითხონ, მაგ დალოცვილება მართლაც. არაფერი გვიშველი შორენა სოციალისტური წყობილების მეტი ჩემოკარგო. არაფერი ჩემოკარგო. დარჩეთ ხაზე, იქნებ დარჩეთ ქალბატონო ხაზე სამწუხაროდ მაყურებელი, დიახ, გამოეთიშა. ჩართვას მქონდა თქვენთან შეკითხვა, ვინაიდან დაიწყეთ საუბარი საკანონმდებლო ორგანოში 26 ივნის დაპირისპირებასთან დაკავშირებით თქვენი შეფასება გააკეთეთ. ასე ვთქვათ, პირველად მოხდა, როდესაც ასე ვთქვათ, საქართველოში არ ყოფილა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტის სხდომაზე დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება ყოფილიყოს დაწყებული, სხვათა შორის იურისტი ლია მუხაშავრია, როგორც გააკეთა უშუალოდ განცხადება, მან თქვა, რომ საქმის აღძვრისა და გამოძიების დასაწყებად არავით არის ფორმალური ნებართვა, ანუ თანხმობა საჭირო არა, შესაბამისად, კარგად გამოჩნდება პროკურატურის რეაგირება თუ როგორი იქნება. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის 26 ივნისის პარლამენტში მომხდარ მასობრივ ჩხუბზე პროკურატურაში საჩიევარი უკვე შეიტანა და დანაშაულის ჩადენის კონკრეტულ მუხლსაც ასახელებენ და ითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლების დასჯას. 557 88 55 88 პირდაპირ დიახ, ეს გახლავთ ჩვენი საკონტაქტო ნომერი, ამიტომ შეგიძლიათ შემოგვერთდეთ. მე ხშირად მოგმართავთ აი ამ წინადადებით, ვინაიდან ჩვენი გადაცემის ფორმატია ის, რომ თქვენ ძალიან ესე ვთქვათ, მალმალე შეგახსენოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომ არ გქონდეთ პრობლემა შემოხვიდეთ ღია ეთერში. ვსაუბრობთ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე. როგორ დიახ, დღეს რა არის თქვენის აზრით საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემა? და მაყურებელი ხაზია, მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს, პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა, გეცნობ. დიახ, ბრძანეთ. ისა თქვენ გისმენთ რა შემოგარგო და არეკეს მანდრა ის რომ გამოხდა ჩხუბის ადარ მოხდა რა. ასე ფუჩა ხო არ არის ეს არის პარლამენტი და ეს არის სახელმწიფო. ჩხუბი არ უნდა ხდებოდეს. ამის გამოცდილება არის მურად დაუშვებელი. ხოდა ქართულ პოლიტიკას შემოგარგო აკლია ჯანსაღი პოლიტიკოსები. ჩვენ ვართ გადართული ერთმანეთის პრობლემაზე, შეჭმაზე, თუ ამავდროულად პოლიციის კარგად ჩავით. ხოდა, როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში, სადაც ეგეთი სიტუაცია, ჯანსაღი ცხოვრება გქონდეს მომავალთაობას და ზოგადად საზოგადოებას. პირდაპირ ეთერში, შუა პარლამენტში ძალადობას უყურებ. ჩხუბს უყურებ, გინებას, ლანძღვას და მერე გამოდიან და მეუბნებიან რომ ძალადობას მოხდა. ეს ხო ყოველ გვარს ხდება, კაცო, სიცხვილია. დიახ. გასაგებია თქვენი პოზიციას, დიდი მადლობა ზარისთვის. 557 88 55 88 მორიგ ტელემაყურებელსაც შეგიძლიათ რომ შემოგვიერთდეთ. კიდევ ერთხელ აღნიშნავ ჩვენს დღევანდელ შეკითხვას. დღეს რა არის თქვენის აზრით საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემა? ამასთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება გავიგოთ თუ როგორ აფასებთ ხელისუფლების მოქმედებებს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით და ამასთან ერთად აქვე მნიშვნელოვანია თუ როგორ აფასებთ ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას, ხედავთ თუ არა თანამშრომლობის შესაძლებლობას. დიახ, ყოველთვის ჩვენს გადაცემაში პრიორიტეტული გახლავთ ჩვენი მაყურებლის აზრი, ამიტომ გაქვთ ამის შესაძლებლობა, მედია კავშირი ობიექტივი ყოველთვის გაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ ღიად, საჯაროდ თქვენი ხმა, ასე ვთქვათ, გააშღეროთ და მე ველოდები დაინტერესებულ მაყურებელს.
რაც შეეხება სოციალური მიმართულებით, ჩვენ ასევე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ სამუშაო ადგილები, რაზეც დაგვპირდა მოქმედი ხელისუფლება, იქნებოდა მაქსიმალურად ანუ ამ პრობლემის მხრივ იქნებოდა მაქსიმალური ხელშეწყობა სამწუხაროდ ამ ასე ვთქვათ რეალობას ვერ ვხედავთ იმ კუთხით, რომ რაღაც ფორმით ადამიანების გარკვეული რაოდენობა იყოს დასაქმებული, ჰქონდეს კარგი ანაზღაურება. თქვენ იცით, რომ მაგალითად პენსიონერებს სახელმწიფო შემწეობის თვალსაზრისით აქვთ შეიძლება ითქვას მინიმალური სახელმწიფოს მხრიდან დახმარება 340 ლარი, 540-იც მათ შორის და კიდევ ცოტა მეტიც, ოღონდ და ეს განსაზღვრულია ასაკის მიხედვით და თუ კონკრეტულად რომელ რეგიონში მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობს თუ არა და ასე შემდეგ. და ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია პენსიონერების მხრიდან, რომ ის, რასაც ჩვენ გვაძლევს ხელისუფლება, არის იმდენად მწირი რაოდენობის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ის ან ყოველდღიური ცხოვრებისთვის საარსებოდ გამოიყენო და ან თუნდაც მედიკამენტებში განსაზღვრო პენსია. რაში ვხედავთ გამოსავალს? ფიქრობთ თუ არა, რომ ვთქვათ, ქართულ პოლიტიკაში უნდა გამოჩნდეს ის ახალი პოლიტიკური ძალა, ის ახალი სისხლი, რომელიც შეძლებს ან თუნდაც დღევანდელ ხელისუფლებასთან ჯანსაღ პოლემიკას, რომ რაღაც ფორმით ის პრობლემები, რომელიც არსებობს, იქნას დაძლეული და ასე შემდეგ. საუბრობდით ასევე იმ ჩხუბზე, რომელიც იყო პარლამენტში 26 ივნისს და ჩვენ ტელემაყურებლის პოზიციაც, რომ გასაგებია იყო ეს კამათი და ეს არ არის ახალი და აქამდეც ყოფილა, თუმცა აქ ხაზი გაუსვით იმ ფაქტს, რომ პარლამენტის ხდომაზე დეპუტატების ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიების დაწყების პრეცედენტი საქართველოში ჯერ არ ყოფილა და ასევე საინტერესოა, რა გაგრძელება და განვითარება იქნება ამას ყოველივეს, ზოგადად როგორი რეაგირება ექნება პროკურატურას. და სხვათა შორის, ვინაიდან ამ საკითხსაც, ასე ვთქვათ, ვუსვამთ ხაზს, როგორც აღნიშნავს იურისტი, რასაკურველია, გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩხუბის ჩამდენი საქართველოს პარლამენტის წევრია და იმუნიტეტით სარგებლობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მის დაპატიმრებაზე თანხმობა პარლამენტმა უნდა გასცეს, თუმცა საქმის აღძვრისა და ასევე გამოძიების დასაწყებად არავითარი ფორმალური ნებართვა, ანუ თანხმობა საჭირო არაა და შესაბამისად კარგად გამოჩნდება პროკურატურის რეაგირება თუ როგორი იქნება და საკითხს როგორ მიუდგება. მარტო საქმის აღძვრა არაფერს ნიშნავს, თუ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარდება, ასე რომ ასეთი ფიზიკური დაპირისპირებების ჩამდენი პირი დამნაშავეა, მიუხედავად მისი სტატუსისა აცხადებს იურისტი ქალბატონი ლია მუხაშავრია. შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ჩვენ ვსვავთ შეკითხვას, დღეს რა არის თქვენი აზრით საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური სოციალური პრობლემა. პირდაპირ ეთერში მაყურებელს ვუსმენთ, გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ? რა შეესაბამება თუ იცი? ვინც გეიმარჯვებს? ასწორად გეიმარჯვა თუ არასწორად რომ პარლამენტში მოხდება უმრავლესობით, არასოდეს არის თვალისწინებს უმცირესობისას. ხო შეიძლება კაცო ითარამშრომლოთ ოპოზიციას რა აზრები გოუნაწილო ერთმანეთს არა მარტო მათი აზრია მხოლოდ თვითონაც ხო იყვნენ ოპოზიციაში ხო იცოდნენ რომ ისაც არ თვალისწინებდნენ ამიტომ როდესმე ხო უნდა დაინერგოს ეს პარლამენტში რომ ერთმანეთის აზრი გაითვალისწინო ოქროს აზრიო დამატოს ოპოზიციამ არავითარ შეხვედრაში არ გაითვალისწინებს თუ რა შეიძლება ასე ნუ თუ ასეთებია დაიბადე გეიზადე საიდან მოვიდნენ ასეთი ხალხი სანამოვლიან იქიდე მანამდე უნდა თუნდაც ოპოზიციის აზრი გაითვალისწინო პარლამენტში მოვლიან იქიდე და მე სხვის არ თვალისწინებენ რა შეიძლება იგი ერთხელ უნდა დადგეს ეს საკითხი ასეთნაირად თორე ასეთი პარლამენტი არაფერი საჭირო არ არის საერთოდ არა მე მეორე საკითხი მაქვს რო ასეთი რა უნდა ამ სპორტსმენებს, ფეხბურთელებს, შტანგისტებს, რა უნდა პარლამენტში.
ისინი ხო რასაც ეწყვენ იგი უნდა გააკეთოს. ან უნდა იყოს კანონით შემოღებული. ისტორიკოსი, ფინანსისტი, იურისტი, ცოცხლე ხალხი. ასე რა უნდა ამას პარლამენტში ეს კანონით უნდა იყოს აკრძალული. და მეორე მაგით ასეთი შენიშნა. არჩევნების ვარ. აი კოორდინატორები რო ყავთ. აი მასშტაბლებლები დარგიენ. უკანასკნელსა და ნიფხავში იქხებენ. ამება რა ჩახვია ბიულეტინებს დარგიეს სტუდენტები. საერთოდ არ უნდა იყოს საჭირო გამოცხადდეს არჩევნები თავისუფალი არჩევნები ვისაც უნდა მოვა ვისაც უნდა არ მოვა. განშუალშია დაადენიებენ ახალდა ჭხუდი ერთმანეთის ხალხის სამტრელე ვიდო ფულები იქნება იქა ფულები იქნება და ერთმანეთს როგორ აჯობოთ რატო ვერ მიგიენ ასზე ყველა უნარს განაცემულია მართალია ჩვენ პარლამენტში არ არის დამასე მაგრამ უბრალესობა ასე არის ხო რაშია საქმე თუ ისი პრეზიდენტს რო ვაკლას განათლები დააჯენ იმ სახელმწიფოში წასულია ყველაფერი უყურება განათლება მოსმობილია როგორ ეუნები ახლა ახალგაზრდას წადი ისწავლე განათლება მიიღო როცა უყურეს პრეზიდენტი გონათლებია არ შეიძლება პეტრიაშვილი როა მოჭიდავე იმან რაიცის კანონმდებლობის რამე ის იმას იმას რასაც ეჭვენ გააკეთებს იმას ოღონდ ხელფასი ფიზმონოს ერისხება 15000 პენსიონერი არაფერი კი ამიტომ იგი უჭერს ხარს ყველაფერს ბოდიში და მადლობთ რას ვწანებთ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის დიახ თქვენ ახსენეთ ასე ვთქვათ მათი ხელფასები, რომელიც საკმაოდ სოლიდურია, ფაქტობრივად 11000-დან 16000 ლარამდე ადის. მათი სტატუსის შესაბამისად გახლავთ განსაზღვრულია ამ თანხის რაოდენობა და რომ შევადაროთ, რა თქმა უნდა, პენსიონერის თანხას, ეს არ ვიცი, შეფასებასაც კი ვერ გააკეთებ. და ფაქტია, რომ ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აქვს პენსიონერს, არის ძალიან მცირე რაოდენობის და აქ დასრულდება ეს საკითხი. ვიმედოვნოთ, რომ რაიმე სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგმება და არა ვთქვათ 20 და 40 ლარის მომატებაზე იქნება საუბარი, მე ვფიქრობ ვთქვათ არჩევნების წინა პერიოდში იქამდე ნაკლებ სავარაუდოა ალბათ. არამედ ცოტა ისეთი თანხა იქნას აღნიშნული, რომ საერთო ჯამში თვის განმავლობაში პენსიონერს რაღაცის გაკეთების შესაძლებლობა მაინც გაუჩნდეს. კეთილი. შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ, თქვენც ისაუბროთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ქვეყანაში. გეტყვით ასევე, რომ საქართველოში ორი დიდი ქალაქის გარდა რეალურად არც ერთი რეგიონი არ ვითარდება. თუ არ ჩავთვლით თბილისს და აჭარას, რეგიონების უმეტესობა როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ასევე ეკონომიკურად და ცხოვრების ხარისხითაც სერიოზულ პრობლემას განიცდის. ასევე ამ საკითხზე მუდმივად იყო საუბარი, თუმცა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკითხის რეალური გადაჭრა ვერ შეძლო, შესაბამისად მოსახლეობა ცდილობს თვით გადარჩენის მიზნით დიდ ქალაქებს მიაშუროს და ამასობაში რეგიონების უმეტესობა ცარიელდება. პირდაპირ ეთერში მაყურებელი გყავს, გამარჯობა. მაშავრენა გამარჯობა. დიახ, გისმენთ. ამ პარლამენტარებს იარავის პარების უფლება ხომ აქვს? შემდეგ? ხოდა უნდა დავწოწნება იმ პარლამენტში არის გამოყენების უფლება კონტექსტ. გადახვიტავენ ერთმანეთს და ისინები ეგენი და ქვეყანას. გაიდია მე მგონი. როგორ იწეშენ? არ ვიცი მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ შეფასებას ეს თქვენი ინდივიდუალური პოზიცია გასაგებია ანუ რას გულისხმობთ სამახაობაც იქნება და რაღაცა მოერიდებიან მე ერთმანეთის შეურაცხყოფებს ნუ ფაქტია ამით თქვენი დამოკიდებულება ცალსახად გამოკვეთილია ანუ თქვენი დამოკიდებულება კონკრეტულად პარლამენტის წარმომადგენლების მიმართ ანუ არ მოგწოთ მათი მუშაობა და არ მოგწოთ მათი მიდგომა ხომ ასეა ო მუშტები რაღაცა ვერ იქნებიან ახლა ხარისიანად რეალურად უბრალოდ არის რა გებრიელად მოხდება რა ღმერთმა დაგვიფაროს დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის იმისთვის რომ დაგვიკავშირდით და თქვენი ესეთი მოკრძალებული პოზიცია ბრძანეთ შემდეგ მაყურებელს ველოდებით 557-88-55-88-ზე ტელემაყურებელს ასევე რადიო მსმენელს რადიო სიხშირე FM 105 და 1-ზე
დიახ, საუბრობდით საკითხზე, რომ თითქმის მოსახლეობის უმეტესობა, ვინც ცხოვრობს რეგიონებში, ცდილობს, რომ დიდ ქალაქებს მიაშუროს და ამასობაში სულ სხვა პრობლემა იჩენს თავს. აქვე შეგვიძლია წამოწიოთ საკითხი დემოგრაფიული პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, უამრავი ათასობით ადამიანი, რომელმაც დატოვა საკუთარი ქვეყანა, ნებით თუ უნებლიეთ და მიაშურა სხვა ქვეყანას, მხოლოდ და მხოლოდ ხშირ შემთხვევაში მოტივით, რომ საქართველოში მყოფი ოჯახი საშუალო დონეზე მაინც ამყოფოს ფინანსური თვალსაზრისით. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელია, გამარჯობა. გამარჯობა. დიახ. იცით ქალბატონო შორენა, მე ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთი ის არ მომეწონა, ამას გეტყვით. მე საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი ვარ, რომელსაც ბავშვობა მესამე საუბარ ვარ თბილისელების. მე ასეთი თბილისი არ მინდა, რაც დღეს ხდება თბილისში. მე ასეთი პარლამენტი არ მინდა, რაც პარლამენტში ხდება, მაგრამ ერთი ეს არის, რომ თქვენ არ ვიცი რატომ შეგნებულად თუ წამოსდათ, რომ დახმარებას გვიჭერეთ ჩვენ პენსიონერებს. დახმარება არ არის, ეს ჩვენი ძალიან დიდი ძალის ხმევარია, რომ თბილისში აქამდე მოვიტანეთ, მოვიყვანეთ, აღაშენეთ, დავამშვენეთ, რომელიც ეხა იგრება, თბილისში აღარ არის, თბილისელები აღარ არიან, თბილისი წაიშალეს სპეციალურად დაშალეს თბილისში. უნდათ რომ რუქიდანაც გააქრონ, ცოტა ხანში თბილისს არ ვიცი რას დაარქმევენ. ძალიან გთხოვთ, როცა იტყვით რაღაცას დაუფიქრეთ, ჩვენ არ გეხმარება. მე მაგალითად მარტო ხელა პენსიონერი ვარ, არანაირი დახმარება არ მინდა, მე მაცხოვარი არა ვარ, არც ამხოლ, მაგრამ მე ვარ იმას თუ ქალაქის მერობა უნდა გაითვალისწინოს ჯერ თბილისელებს მიხედოს ქალბატონო, თქვენ იცით რა, დიახ, თუ შეიძლება თბილისში ხარდა მეტიშვილი მერი, რომელსაც მართლა ააშენა და დაამშვენა თბილისი, ეხლა იგლება თბილისი, დიდი მადლობა ქალბატონო, თქვენ ზარისთვის რაც ბრძანებთ. აქ ერთია აღსანიშნავი, რომ დიახ, მე გავიგე სრულიად თქვენი პათოსი, ანუ რასაც გულისხმობთ ამ თქვენს აზრსა და შინაარსში, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფო არის ვალდებული ამასთან ერთად და სახელმწიფო შემწეობა დახმარება, ამას რომ ამბობ, ანუ თქვენთვის ეს უხერხულად ჟღერს. კეთილი, მე გავითვალისწინებ აუცილებლად მივიღებ ამ შენიშვნას, აი ამ სიტყვის კონტექსტში სახელმწიფო ნამდვილად ვალდებულია, რომ დიახ, ეს შემწეობა გაიღოს პენსიონერებისთვის. ეს ხომ არ არის ახალი და უცხო, ხა ვაკეთებ მეც განმარტებებს. დიდი მადლობა ქალბატონო ზარისთვის. პირდაპირ ეთერში შემდეგი მაყურებელი გვყავს, გამარჯობათ. მოგესალმებით. დაუწიეთ ტელევიზორს, თუ შეიძლება, დაუწიეთ, მე გელოდებით, თუ შეიძლება დავალოდოთ მაყურებელს. კარგი, დავამშვიდობოთ, თუ შეიძლება. ეს იცით, რომ როდესაც პირდაპირ ეთერში გვირეკავთ, აუცილებლად უნდა დაუწიოთ ტელევიზორს, რომ უპრობლემოდ შემოხვიდეთ ღია ეთერში, ვინაიდან გიბრუნდებათ ჩემი ხმა და ფიზიკურად ვერ შედგება საუბარი ორივე მხარეს შორის. და ისევ და ისევ ის საკითხები, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ფაქტობრივად დავსვამ მთავარ შეკითხვას, დღეს რა არის თქვენის აზრით საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური პრობლემა, თუ შეგიძლიათ, რომ ესე ვთქვათ, ხაზგასმით აღნიშნოთ, პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს. მოგესალმებით. დაუწიეთ და მე გითმობთ თქვენთვის ასურველ დროს. პირველი დასუფლებული კაპიტალისტები არიან, დასუფლებული კაპიტალისტები პარლამენტში. მაგაში სალანძრავი არ არის საბჭოთა კავშირი. ისინი ხალხზე ზრუნავდნენ. თუ რაღაცა გაკეთდა და უბრალო ადამიანისთვის, გაკეთდა საბჭოთა კავშირის დროს. მაშინ პირველ ადგილზე ვიყავით მომარაგებდა საქართველოში ყველა სუხარო და ცხოვრება.
ეხლა უხარიავენ მათო ბიძინა ელაშვილის კლანს და პარლამენტს ცხოვრება. მეტი არავის. აი ეს არის სიმართლე, ნულანძღავენ. კაპიტალისტები სოციალისტურ წყობას, მაგათი სალანძღავი არ არის. თვითონ იმაზე მეტი რაღაცა გააკეთოთ. მეორე საკითხი კიდევ ვიტყვირო. აჩერები უნდა მოხდეს ღიად. რამდენი პარტია დაიდო ასმუჩნელი რეული მივალდა ვიწმინდა იმ პარლამენტს იმ პარტიას მივცემ ხმას. აი იქნება სიმართლე და მაშინ გამოჩნდება ვინ არის რომელი პარტია გაიმარჯვებს. ეს ფარული არჩევნები უნდა მოჩილეს ერთხელ და სამუდამოდ. თუ ვინა ჩვენ ვიცხოვროთ საქართველოს მიარსებობს. ასმუჩნელი რეული დაიდო მივალ ჩემი პირადობით და ვისაც მინდა მივცემ ხმას. მაშინ ვნახოთ ბიძინა ივანიშვილი როგორ გაიმარჯვებს. აი ეს არის გამოსავალი ჩემო შორენა გენოსწორ. დიახ, იცით რა უნდა გითხოთ? დარჩით ხაზზე რა, ძალიან გთხოვთ ეს სწრაფად ნუ გადიხართ ხოლმე, იმიტომ რომ მეც მინდა ჩემს მაყურებელთან აზრის გაცვლა. ნახეთ, ფაქტი არის რომ ხელისუფლებას დღევანდელი ხელისუფლება თქვენთვის არ არის სასურველი და მისაღები. ანუ თუ ხედავთ რა ვინმე თქვა ისეთ პოლიტიკურ ძალას, ვისაც შეიძლება თქვენ ენდოთან მათი იმედი გქონდეთ. თარხან მოურავის სამადობი. ეს პარტია ობის პატრიოტული ალიანსი. დიახ, პატრიოტული ალტინფო. არის სხვა პარტიები. ის რომ გამოსავალი არსებობს. ამა თავიანთი თავის შეუძლელი ნუგონიას. ნუგონია შეუძლელი თარხან მოურავის ჩვენი ადამიანია ლომია ირმა ირაშვილი. კიდე ალტინფოდან კაი ბიჭები არიან. ის რომ ქვეყანას გაუძღვებიან. ესენი ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოშორდნენ ქვეყანას. იმაზე რომ 14 წელიწადი არაფერს არ აკეთებენ. არაფერს არ აკეთებენ. პარლამენტარებს გაუმარჯვენ, ხელფასი გაუძიდნენ და ერთმანეთში ჩხუბობენ. გასუგებული ღორმუცელები. ერთმანეთს და ვინდა ყველა გამოყარო პრაში. არაფერს არ აკეთებენ. წყვილებში ცხოვრობ, კალბატონებში წყვილებში. სოფელი მიგდებული არაფერი არ კეთდება სოფელში. არავინ მიწაზე აღარ მუშაობს. ზოგი გარბის, ზოგი და ამან პარლამენტარებს დაუზარდა ხელფას. ზოგადად გლეხის ვინან უბრალო ადამიანის. არაფერი არ გაუკეთება ივანიშვილი. მაგას ეჯავრება სოფელი, როდის ამოწყდებით იმას ფიქრობ. ზადა პარლამენტარები გაასუქა. გასუქებულ ადამიანს რა უნდა ჩხუბი? ერთმანეთს დაერივნენ. აი ეს წესიერი ხელისუფლება ყველა შაღლიან ციხეს. ჩვენ გვეუბნებიან, ნუ არ შეიგინოთ. უნდა იყოს მშიერი, არ უნდა შეიგინო. ტროტუარზე არ დადგე. არაფერი არ თქვა, თვითონ ერთმანეთს დაერივნენ. აი ეს არის. გასუქდნენ ერთმანეთს, უკვე ერთმანეთს ერჩიან. მეტი სიმშუქნით გამო. იმაზე რომ ივანიშვილის ბრალია ხელფასები მოუმატა. ეგენი უნდა დასვა 3000 ლარზე. რა შეიძლება ივანიშვილი რომ მოუმატა 14000. რა შეეკუთვნის ბარქუას 14000 და ირმა ირაშვილს არ ეკუთვნის არაფერი. და პარლამენტში არ დაიყო, იგი ახალ მოურავ. ზარქუას რა გაუკეთებია? ან კიდე მახნაშვილი თუ მახიაშვილი. რა გაუკეთებია? არაფერი. ამათ მოიყვანეს ირმა ირაშვილმა ახალ მოურავმა, აი ეს ხელისუფლება, ხდება ეს ესენი დატოვეს კარში. და ეგენი არის პარლამენტში, მახნაშვილები და ვისახნაშვილები და ვიღაცები კიდე. არაფერს გამკეთებელები. ეხლა ერთმანეთს დაერივნენ. იმაზე რომ გასუქებულები არის. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ზარისთვის. ნამდვილად ქალბატონი ირმა ინაშვილის ზოგადად მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა იყო. ბატონი დავითი უდიდესი ძალისხმევის შემდეგ ფაქტობრივად სწორედაც მათი ის ნაბიჯი წამების კადრები მე არ მინდა ახლა ესე ვთქვათ ღრმა წარსულში დაუბრუნდე, თუმცა ფაქტად რჩება და სახეზია, ფაქტად რჩება და სახეზია ის რომ აი იმ წამების კადრებმა ხერხემალში გადატეხა ის ხელისუფლება მაშინ რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი და ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას ძალიან შეუწყო ხელი ნამდვილად იმ კადრებმა. 557 88 დავალოდოთ კვლავ შემდეგ ტელემაყურებელს, რომელიც შემოგვერთდება გადაცემის დასრულებამდე გრჩება რამოდენიმე წუთი, ამიტომ შეგიძლიათ რომ მაქსიმალურად ისარგებლოთ. როგორ აფასებთ ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას, ხედავთ თუ არა თანამშრომლობის შესაძლებლობას?
ასე ვთქვათ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის თუნდაც და ამ აზრის გაჩენას აქვს ნამდვილად ამ აზრს არსებობის უფლება, თუნდაც ბოლო ფაქტის შესაბამისად, თუ რაც ვნახეთ საკანონმდებლო ორგანოში, ის ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც აქტიურად საუბრობს როგორც მედია, ასევე საზოგადოება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ის, რომ ფაქტობრივად საქართველოში პოლიტიკური პროცესები კვლავ საზოგადოების მთავარი განხილვის თემად რჩება. მოусმინეთ ჩვენი ტელემაყურებლის აზრს, საკმაოდ გულდაწყვეტილია მაყურებელი და იმედგაცრუებული. ქვეყნის წინაშე დგას ასევე არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ეს გახლავთ შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, უსაფრთხოების საკითხები და ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ მიმდინარე დისკუსიაც მათ შორის. ბოლო წლებში განსაკუთრებით ყურადღების ცენტრშია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, პოლიტიკური კულტურის განვითარება, ასევე ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის ურთიერთობები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია და აქვე მოქალაქეების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ზოგადად მთლიანად პოლიტიკური სისტემის მიმართ. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია პოლიტიკური დიალოგი და კონსენსუსის ძიება, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში საჭიროა პოლიტიკური პროცესების სრულიად განსხვავებული მიმართულებით განვითარება. და თუ ჩვენს ტელემაყურებელს აქვს აზრი, აქვს იდეა და უფიქრია ამ მიმართულებით, როგორ წარმოგიდგენიათ ის რა განსხვავებული მიმართულებაზე შეგიძლიათ გამახვილოთ ყურადღება და ისაუბროთ. ვინაიდან ჩვენ ხშირად ვამბობთ, აი რაში ხედავთ გამოსავალს? კი, ქვეყანაში არის პოლიტიკური პრობლემები, არის სოციალური პრობლემა და რაში ხედავთ გამოსავალს და არაერთხელ ჩვენს თითოეულ ტელემაყურებელს ნამდვილად უთქვამს, რომ აი საუბრობთ სულ აი ამ საკითხებზე, ერთსა და იგივე საკითხზე და გამოსავალი არ არის და ამ კითხვაზე პასუხი მექნება ყოველთვის ერთი, რომ შესაძლოა არ ჩანს გამოსავლის გზები, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ მოქალაქეები, რომ ვისაუბროთ პრობლემაზე ყოველთვის ხაზგასმით, გავამახვილოთ ყურადღება და ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება ის შედეგი, რაზეც ჩვენ რახანია ვიბრძვით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღევანდელი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე იცით შორენა ჭიაურელი ვარ. რამოდენიმე დღეში კვლავ დაგიბრუნდებით ახალი საკითხით, ბედნიერ და მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. სულ რამოდენიმე წუთში კი ქალბატონი ცირა თელოიანი შემოგიერთდებათ, სტუმრად კი ძალიან საინტერესო რესპონდენტები ყავს, რომელსაც თავად გაგიზიარებთ, ასე რომ იყავით ჩვენს არხზე დროებით.